მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა. მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ და დღევანდელ გადაცემაში ჩვენთან სტუმრად იქნება პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გავიაროთ ყველაზე ალბათ უფრო მნიშვნელოვანი და ცხელი თემები. უკვე თითქმის 2 თვეა თბილისში გრძელდება და საქართველოში გრძელდება უწყვეტი პროტესტი. ეს პროტესტი უკვე თითქოს გაცდა კიდეც საქართველოს ფარგლებსაც. ნახეთ საკმაოდ მძიმე ინციდენტი ხო, რომელიც მოხდა საამიროებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მონაწილეობით მოხდა ეს ყოველივე. ასევე ნახეთ აი გუშინ რესტორან ბაბილოსთან შეკრებილი ხალხი, რომლებიც იქ მოსამართლეების ამ კორპორატიულ საღამოს აპროტესტებდნენ, იქაც საკმაოდ მძიმე სცენები იყო. ერთგვარად თითქოს მუხტი დაბლა არ იწევს პირიქით, სულ უფრო ახალ მასშტაბებს იძენს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს დუღილის ტემპერატურა და მე მაქვს ესეთი განცდა და თქვენი აზრით იქნება საინტერესო, აი თითქოს რაღაც უახლოვდება კულმინაციას და სადაც ვიწროა უნდა გაწყდესო, ეგ მომენტი ახლოვდება. რა შეიძლება იყოს აი ეს კულმინაციური მომენტი თქვენი აზრით და გადავლახეთ თუ არა უკვე ეს ზღვარი როგორც საზოგადოებამ, საიდანაც მე აი უკან შემოbrunება, მე როგორც ეს ძალიან ძნელია ხოლმე. ძალიან აქტუალური შეკითხვაა, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველად ვარ ამ ახალ წელს თქვენს ეთერში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შობა ახალი წელი მიულოცო ჩვენს ძვირფას მაყურებელს. კალანდობა ამაღამ, ძველი და ახალი წელია, გურული წესით კალანდობა და მინდა ასევე მთელ საქართველოს მიულოცო. ეს ულამაზესი დღესასწაული ბასილი დიდის ხსენებაა 14 იანვარს, სწორედ ბასილი დიდთან არის ასოცირებული თოვლის პაპა. და ულამაზესი დღეა ნამდვილად ყველასთვის ჩვენთვის. თუმცა ამ დღეებს და ამ სილამაზეს და ამ საოცარ სიხარულს, რაც ახლავს შობა ახალ წელს, სამწუხარო ფონად ეფინება ის განწყობები და ის პოლარიზაცია საზოგადოების გახლეჩვის მიზანმიმართული, შეიძლება ითქვას კიდევაც ინსტიტუციონალურად დახვეწილი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ურმის გადაბრუნება, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმგვარი ექსცესები, რომელსაც რეალურად უახლოვდებით და თქვენი შეკითხვა ამ შემთხვევაში აქტუალურია სწორედ იმიტომ, რომ უახლოვდებით თუ არა იმ წერტილს, საიდანაც შემოbrunება შეუძლებელი იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, თუმცა უახლოვდებით. კი აბუ-დაბის ინციდენტი მე მიმანიშნებს, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც იყენებს გარკვეული პოლიტიკური ცენტრი და კონკრეტული მეთოდოლოგიის ფარგლებში ეს ლექსიკა ეხა რასაც ის ლაშა გაბიტაშვილი იყენებდა, ეს არ არის სპონტანური ლექსიკა, ეს არის კარგად დახვეწილი ასე ვთქვათ, შემუშავებული გეგმის ნაწილი, რომელშიც ეს რუსოს ძახილი, ეს დედის გინება, ანუ მოდი ამაზე როგორც იურისტებმა კიდე ცალკე ხაზგასმით ვისაუბროთ თენგო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენი მდიდარი იურიდიული პრაქტიკაც, ასე ვთქვათ, მოიცავს ისეთ ტიპის საქმეებს, როდესაც საქმე გქონია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ დანაშაულთან. და როდესაც იგი ბატონი ოთარ გამყრელიძის კომენტარები არსებობს ძლიერ აღელვებასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ძლიერი აღელვებად ის რაც შემდგომში ფსიქიატრულ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად ფასდება როგორც ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა ან არ ფასდება. ადვილი წარმოსადგენია რომ ყველა კომენტარში, ყველა დიდი, ასე ვთქვათ, მეცნიერის კომენტარში წერია რომ უმძიმესი შეურაცხყოფა სწორედ ხდება საფუძვლად გამომწვევი ხდება ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობისა. დედის გინება არის თუ არა ასეთი აფექტის გამომწვევი მიზეზი, რა თქმა უნდა არის. მით უმეტეს ადამიანს გარდაცვლილ დედას რომ შეაგინებ და ამას იმიტომ აკეთებ თანაც რომ პროვოცირების ტალღის გამოწვევის მიზეზით შემდგომში აძახო რომ მას თურმე თმენის ვალდებულება ჰქონია და თმენის ვალდებულებას ამოფარებული ფორმალურად ამოფარებული ცდილობს რომ პოლიტიკური ქულები მიიღო და ჩვენ აი ამ სვავების ტელევიზიაში ეგრეთ წოდებულ ტერარიუმში ამას ხედავთ. ანუ გამართლება ლაშა გაბიტაშვილის მოქმედებისა, რომელიც მიდის 4 ადამიანთან და იწყებს დედის გინებით მათთან კომუნიკაციას, ერთადერთი მიზეზით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს მათგან, ასე ვთქვათ, sapasukho რეაქცია, შეიძლება ითქვას, რომ მათ ამ თავის მიზანს მიაღწიეს ამ კუთხით.
მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ხო ძალიან კარგად გვესმის რომ ამას ყველაფერს ისინი აკეთებენ იმიტომ რომ სამართლებრივი რეგულაციების სივრცე არ არსებობს ჩვენთან რომლითაც საჯარო სივრცეში ასეთი მძიმე შეურაცხყოფისგან ადამიანი უნდა იქნეს დაცული რომ შემდგომში მან არ ჩაიდინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ისეთი დანაშაული საიდანაც ზუსტად თქვენი კითხვიდან რომ გამოვიდეთ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის ეს არის საკითხი ადამიანი მიდის ციხეში რა გავიგეთ რომ პროვოკატორია ეს ადამიანი და მსგავს პროვოკაცია ბევრი გვინახავს მაგრამ თუნდაც აი ამ პროვოკატორს რა გარანტია აქვს იმისი რომ ამას არ მოყვება მართლა ისეთი მძიმე პასუხი რაც შეიძლება მე მარტო მისთვის კი არა მთელი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო პროცესი დასრულოს მაკითხაზე მარტივია პასუხი სადაც არის საუნჯე შენი გარი გული შენი ანუ მისი საუნჯე არის რა პირველი პოლიტიკური დავალების შესრულება რომელიც უღირსმად მას გარკვეულ ფასად იქნება ეს პოლიტიკური დივიდენდი, იქნება ეს მატერიალური კონკრეტული დივიდენდი, რომელსაც ის აი ამ ყველაფერში მიიღებს, მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გასკანდალდება და ასე შემდეგ. არა, მან თავისი მიზანი ამ კუთხით შეასრულა, მაგრამ სად არის სახელმწიფო ამ შემთხვევაში? მოდით უცებ მეორე მომენტი თქვენ შეეხეთ რესტორან ბაბილოში მოსამართლეების თავყრილობაზე თავდასხმას, არა? გასაგებია ზოგადად მოსამართლეთა კორპუსის მიმართ შესაძლოა არსებობს გარკვეული, ასე ვთქვათ, დორტვინვა და გარკვეული უკმაყოფილება საზოგადოების ერთ ნაწილში, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, არსებობს ორგანული კანონმდებლობა, არსებობს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, სადაც კარგად წერია და ნათლად წერია, რომ მოსამართლე, რომელიც არის დამოუკიდებელი სახელმწიფო შტოს წარმომადგენელი, არის კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი და არის დაცული. Absolutურად ხელშეუხებელია. არა მხოლოდ ფიზიკური თავდასხმისგან და ადევნებისგან თქვათ, არამედ ხელშეუხებელია მათ შორის სისხლის სამართლის გნებოთ სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლაწარმოების საქმეთან დაკავშირებული არც ერთი საკითხი მისგან ვალდებულებას არ წარმოქმნის, რომ ანგარიში ჩააბაროს ვინმეს. ესეც კი წერია. მე ამაში ნაკლებად ვეთანხმები კონსტიტუციას ზოგადად. მაგრამ ესეც კი წერია კონსტიტუციაში, არა? ამ დროს ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო შტოს წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან ყველანი სადღაც კორპორატიულ საღამოზე და მათზე ხდება კოლექტიური თავდასხმა გარკვეული ჯგუფის. რას აკეთებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო? როგორ მოქმედებს სახელმწიფო? ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფომ გამოიყვანა პოლიციის კორდონები, ჩააყენა, ესე იგი, რესტორან ბაბილოსთან და აყურყუდა ეს პოლიციელები საათობის განმავლობაში და ერთგვარი კორდონი იცავდა, ესე იგი, პოლიციელებს აი ამ პოტენციური თავდასხმისგან, მაგრამ არანაირი სხვა სამართლებრივი რეაგირება გარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებების სერიისა, რომელიც რაღაცა გარკვეული შოუს ნაწილად იქცა უკვე ამ ქვეყანაში, ჩვენ არ დაგვინახავს. კანონი ცალსახად მოითხოვს სახელმწიფოსგან მკაცრ რეაგირებას და მარტივად გეტყვით როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ. ჩემი სუბიექტური შეფასება ბუნებრივია თქვენ როგორც იურისტმა და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც იურიდიული პრაქტიკის კუთხით რაღაც გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ, გამსაჯოთ ერთად. არსებობს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი. კარგად წაიკითხეთ ბატონებო ის კანონი. მე მიმართავ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა ორგანოებს მიმართავ პროკურატურას. რა წერია იმ კანონში? ნებისმიერი შეკრების, ნებისმიერი მანიფესტაციის გამართვის პროცესს წინ უძღვის იდენტიფიცირება ამ მიტინგის და მანიფესტაციის ორგანიზატორებისა. ან ერთი ორგანიზატორის, ან ორგანიზატორთა ჯგუფის. პასუხისმგებელი პირი. სამზე მეტი ადამიანი რომ რაღაცა საპროტესტო აქციაზე იკრიბება, იქიდან ერთ-ერთი არის პასუხისმგებელი პირი გარკვეულ ქმედებებზე, რომელმაც მართლწესრიგის დარღვევის კუთხით შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობა. ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, შეიძლება იყოს დამამძიმებელ შემთხვევებში სისხლის სამართლებრივი, ასე ვთქვათ, დევნის არსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის წესით. ამ შემთხვევაში იყო თუ არა შეკრების კონკრეტული ფაქტი გამოხატული? იყო გადაცდომა, იყო კონკრეტული მუქარა, კონკრეტული ადევნებები კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. ფიზიკური ანგარის სწორება. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ კვერცხისროლა არ არის ფიზიკური ანგარის სწორება მოსამართლეზე, რომელიც დაცულია ყველანაირი ადევნებისგან და ყველანაირი ხელშეუხებლობისგან, ასე ხელშეხებისგან, რა თქმა უნდა არის. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო მოქმედების გეგმა სახელმწიფოს მხრიდან. მას უნდა მოეხდინა იდენტიფიცირება
კონკრეტული ლიდერების, რომლებიც მართავდნენ აღნიშნულ შეკრებას და მანიფესტაციას და მათ მიმართ რაიმე ტიპის ადმინისტრაციული დაკავება იქ ლიაკა ხოშტარია ბათუმში რომ დააკავეს და 15 წუთში ხელწერილით გაუშვეს არა და რატო დააკავეს? იმიტომ რომ ხელით შეეხო პოლიციელს. რას მიქვია პოლიციელზე ხელით შეხება? მე რამდენი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით პირდაპირ ეთერში პოლიციელზე ხელყოფის შედეგად გამოწვეულ არა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არამედ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რასაც შერჩევითად სისხლის სამართლის პოლიტიკის თუ გნებავთ ადმინისტრაციული დევნის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხელისუფლება მიმართავს იმ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად არ გადაღუნოს, ასე ვთქვათ, ეს ჯოხია რა. და ეს სწორია, ჩვენ ამ შემთხვევაში კანონზე მაღლა ვდგებით პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ასე ვთქვათ, შერჩევითი სამართლის თვალსაზრისით და ეს იწვევს და ამერწმუნეთ ახლა მე პირად ძალიან აღშფოთებული მოვედი ამ ეთერში, იმიტომ რომ ის რაც მე აბუდაბის სცენაში ვნახე, აი ამ ლაშა გაბიტაშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ხორჩესხმასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლების მხრიდან იმის მაგერად რომ კეთდებოდეს განცხადებები დაუყოვნებლივ მე მივმართავ ახლა სარგებლობ შემთხვევით და ბატონ ანდრე ოხანაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ახლა არის იუსტიციის მინისტრი. ირაკლი ბერაიას მივმართავ, რომელიც დღეს დაინიშნა ამავე დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ. ბატონებო, გააკეთეთ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ და პარლამენტმა და საჯარო სივრცეში მძიმე შეურაცხყოფა, რომელიც იწვევს პოტენციურად ფიზიოლოგიურ აფექტს, რა მდგომარეობაში მწყობმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობასთან შეიძლება იყოს კავშირში, სიცოცხლის მოსპობის მცდელობასთან შეიძლება იყოს კავშირში. ამოქმედეთ ნორმა ძალიან ბევრ ქვეყანამ ამოქმედა სხვათა შორის და სოციალურ სივრცეში, სოციალურ ქსელებში მძიმე შეურაცხყოფა, როგორც არის დედის გინება, პიროვნების მიმართ, არის დასჯადი ქმედება. ამასთან დაკავშირებით იღზრება საქმეები. ყოველ შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ძალიან ბევრმა ქვეყანამ პრაქტიკად დანერგა უკვე, იმიტომ რომ ეს ფაქტია, როდესაც ვიღაცა გაყენებს ასეთ მძიმე შეურაცხყოფას, ის ისკრინება, ის არის მტკიცებულება, შესაბამის ექსპერტიზას გადის და ეს ამ მტკიცებულებების საფუძველზე უკვე პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტია და რა თქმა უნდა, ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. გამორიცხულია. ხომ ჩვენთან რას ვაკეთებთ? თენგო, რას ვაკეთებთ ჩვენთან? მაგას გულისხმობ, რას მთავრობა ცდილობს. ნახევარი საქართველოს აგინებს დედას, ვიღაცა არის, ესე იგი, თავდაცვის პოზიციაში, ვიღაცა არის მუდმივი თავდასხმის პოზიციაში, მე ეს საქმეები გადადის ქუჩაში, გარჩევებში, მე ახალგაზრდები ერთმანეთს დანებით და იარაღებით ხოცავენ და საბოლოო ჯამში ეტიმოლოგია მთელი ამ კონფლიქტის წარმოშობისა რჩება გაურკვეველი, რჩება შეუფასებელი და სახელმწიფოს ხელები აქვს დაბანილი, იმიტომ რომ ვიღაცას არ აწყობს რომ ზედმეტად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა გართულება შეუქმნას თავის საკუთარ კომფორტის ზონიდან ამ მიმართულებით მინდოდა წაგვეყვანა ასე ვთქვათ საუბარი, იმიტომ რომ მეც მრჩება ეგ შთაბეჭდილება. ნამდვილად აი ეს უკონტროლო ალბათ სწორედ ეგ იწვევს აი ამ მდგომარეობასაც და ამ დაძაბულობასაც, რომ ყველა მხარე თითქოს დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა ჩავიდინო, რა მძიმე შეურაცხყოფაც არ უნდა მივაყენო მეორე მხარეს, რაზეც არ უნდა ცილი დავწამო, რაც არ უნდა ვაკადრო ერთი სიტყვით, ამის გამო არ დავიჟები. ეს განცდა არსებობს, იქიდან გამომდინარე, რაც თქვენ თქვით, რომ კანონმდებლობას არ აქვს, საქართველოში არ გვაქვს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მაგალითად სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში ადამიანებს დაიცავდა, ხო, ამ მხრივ. და ვიღებთ საბოლოო ჯამში ეს შედეგს, მაგრამ აი მე ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა ეს აზრი, იგივე სოციალური ქსელის და მეც მრჩება გარკვეულწილად შთაბეჭდილება, რომ თითქოს ხელისუფლებაც უწყობს ამ ყველაფრის პროვოცირებას გარკვეულწილად ხელს. ხო, აი ბაბილოს ინციდენტი რო გავიხსენოთ ახლა გუშინდელი გინდათ აი წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი რესტორანში რო ხარ მაგ დროს, აი რანაირად უნდა მოიხინოს იქ ადამიანმა, რანაირად შეიძლება ის მიზანი განახორციელოს, რისთვისაც მისულია, ხო, გასაგებია რომ ის რამდენიმე საათი ის ხალხი წვინს იმ რესტორანში იყო, ელოდებოდა როდის მოვა დრო, რომ წავიდე ერთ სიტყვით. ანუ ხელისუფლება თითქოს თვითონ ქმნის ამ შოუს. რისი მე ვერ ხვდები და ვერ ხვდები, რაში შეიძლება ჭირდებოდეს ეს. პოლიტიკურად ჭირდება, იმიტომ რომ ამით ის ანახებს მორალურ სახეს იმ ოპონენტის და კოლექტიური ოპონენტის
ოპონენტის, რომელთანაც განიცდის ესე ვთქვათ ვერთანაცხოვრების, ანუ პოლიტიკური თანაარსებობისთვის შეუსაბამო ყველა პირობას და შესაბამისად ჭირდება, რომ თავის ამორჩეველს დაანახოს მათი მორალური სახე. ამასობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ირღვევა მთელი რიგი კანონმდებლობებისა. თუ მაგალითად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სიკეთე ჩვენ ქვეყანაში, არა კონსტიტუციით და ორგანული კანონმდებლობით, იმავე კანონმდებლობაში გდებს, რომ დემოკრატიული საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს. რაც ნიშნავს ეს შეიზღუდოს? იმიტომ რომ ვიღაცას რომ მიაჩნია რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის პიროვნებისთვის დედის შეგინება და რომ ეს არის მისი უფლება, ნუ რას უკაცრავად, ხელისუფლება არის ვალდებული ამ შემთხვევაში ამოიღოს ხმა. არის ვალდებული ამოიღოს ხმა. ჩვენ რამდენი ცხვირპირის მტრევა გვინახავს მაშინ პარლამენტის შენობაში. უამრავი, რომელიმეზე პასუხისმგებლობა დამდგარა ვინმეს მიმართ? არასოდეს. რამდენი ადამიანი არის ნასამართლები ახლა ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით? მე წვრილ ხულიგნობაზე და ადმინისტრაციულზე აღარ მაქვს საუბარი. ხულიგნობაზე მაქვს 239 მულზე, რომელიც თავისი არსით არის უმოტივო დანაშაული და რამდენი ასეთი ადამიანი შემდგომში პარალელურად ჩადის კიდე სხეულის დაზიანების ფაქტს და ინძიმებს თავის დანაშაულს და საბოლოო ჯამში სასჯელსიხდის ციხეში. ანუ რა გამოდის, რომ პარლამენტარისთვის ეს არის ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე სისხლის სამართლის პოლიტიკას მის მიმართ არ ვატარებთ, ამ დროს რიგითი ადამიანის მიმართ ვატარებთ და აი როდემდე გვინდა ჩვენ ასეთ აცდენილ სამართლებრივად აცდენილ სივრცეში თანაარსებობდეთ ასე ვთქვათ ხელისუფლებასთან. ეს იწვევს ძალიან დიდ გაღიზიანებას ხელისუფლების მიმართ. მე მინდა გითხრათ, რომ ობიექტურად ქართული ოცნება ძალიან კარგავს თავის რეიტინგს საკუთარ ამორჩევლის თვალში. თუ კი ეს რეიტინგი ახლა რამეზე კიდია, ეს არის კიდევ ერთი მომენტი, შანსი იმისა, რომ დაპირებული ასე ვთქვათ პირობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიმართ მათი გასამართლებისა არის ძალაში და ახლა გაზაფხულო სესიაზე დაიდო პირობა, რომ შეიქმნება კომისია. ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ისეთი ტიპის წინაპირობა, რომ ეს ყველაფერი არ ემსგავსებოდეს რაღაცა ვალის მოხდის და ბუდიდან ჩიტის ბარტყის გადამოგდების კონკრეტულ ფაქტს. იმიტომ ჩვენ ხედავთ, რომ აბუ-დაბის ინციდენტი თბილისში მოსამართლეებთან დაკავშირებული ინციდენტი ძალიან უახლოვდება ისეთი ტიპის ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტს, რომელსაც შეიძლება მოხდეს სიცოცხლის ხელყოფა. ხვალდაზე თქვენ რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტად რა თქმა უნდა ძალიან ახლოს ვარ, ჯერ არ მომხდარა, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ფაქტისგან, მაგრამ უახლოვდებით ასეთ ფაქტს. რა ჭირდება ამას? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მკაცრი ხელის პოლიტიკის გატარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დასავლეთს აქვს ის სტანდარტები, რომლითაც ჩვენ ფაქტჩეკერები გვყავდა, მაგალითად Facebook-ში და მე ამ თქვენი სტუდიიდან ვამბობდი და კარგია რომ შეისმინა Facebook-მაც და მის უკან არსებულმა კონიუნქტურულმა ინსტიტუციურმა ორგანოებმა, რომ არ შეიძლება ასეთი ტიპის ფაქტჩეკერების ყოლა. რომ სერგი კაპანაძეს ჰქონდა $450,000 მიღებული გრანტი წლიური. ჩემს ეთერში საუბრობდით. მიზნობრივი ხარჯი, მიზნობრივი გრანტი თქვენს ეთერში საუბრობდით ზუსტად, რომლითაც მე და თქვენი სოციალური ქსელები უნდა ეკონტროლებინა ერთგვარი ისეთი ტიპის ასე ვთქვათ დაშვებულ ლექსიკასთან შეუსაბამო კონკრეტული ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, რასაც მათი სუბიექტური ხედვით არ უნდა ქონოდა ადგილი სოციალურ ქსელებში. მადლობა ღმერთს, ამას ისინი მიხვდნენ. და ეხლა ხელისუფლება ხომ უნდა მიხვდეს, რომ საპასუხო მეორე ნაბიჯი აი ამ დემოკრატიული ნორმის დამკვიდრებასთან ერთად, რომლითაც ეს ცენზურა მოხსნილია, ეხლა საჭიროა უკვე, რომ დაიწყოს მიზნობრივი შეზღუდვები კონკრეტული ისეთი ტიპის მძიმე შეურაცხყოფებისგან დაცვის მიზნით, რასაც შეიძლება და აუცილებლად მოყვება კიდევ ერთხელ მეორე მძიმე დაზიანებები, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის დონეზე. ის რა არის? აი ხელისუფლების მომხრეების მხრიდან გამიგია მე ეს არგუმენტი და რამდენად იზიარებთ თქვენ ამას, რომ აი როცა პრეტენზია მქონია მე საზოგადოებასაც აქვს პრეტენზია, რომ რატო არ ხდება უფრო კაცრად და ხისტად პრობლემების გადაწყვეტა, როდემდე უნდა ვიყოთ აი ამ მდგომარეობაში, რომ მოდი აი პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ვადგენდეთ სამართალს მაგალითად და იგივე ჩვენ ვიხსენებთ ხოლმე ყოველთვის, რომ 5 ივლისის ბიჭები, რომლებსაც იმის ალბათ მე 1000-ედიც არ მომხდარა მაშინ რუსთაველზე, რასაც ეხლა ყოველდღიურად ვადევნებთ.
წლობით ისხდნენ ციხეში, იმიტომ რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა მაშინ ასე იყო საჭირო. და მეორე მხრივ აი აქეთ ამდენი დაუჯელი დამნაშავე დადის. არის ხოლმე ასეთი არგუმენტი, რომ ხელისუფლება ერთგვარად ცდილობს არ მიიკეროს ისეთი იარლიყი, როგორიც ჰქონდათ მაგალითად ნაცებს, როდესაც სისხლიანი რეჟიმის იარლიხს ერიდებიან, მარტივად რო ვთქვათ. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს ამ შემთხვევაში სწორი გონივრული არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან და რა პარალელები შეიძლება დაინახოს თუნდაც ნეიტრალურმა თვალმა, მაგალითად აი 2007 წლის, 2009 წლის მოვლენებსა და დღევანდელ მოვლენებს შორის? აბსოლუტურად ლოგიკური და სწორად დასმული აქცენტია ამ შეკითხვაში. ნებისმიერი ძალაუფლება რყმის, ბუნებრივია. და აბსოლუტური ძალაუფლება რყმის აბსოლუტურად ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში მოქცეულ ადამიანთა კონგლომერატს, რომელსაც მით უმეტეს სახელად ეწოდება მართველი გუნდი. მართველი გუნდი, რომელიც მეოთხედ მოდის ხელისუფლებაში და ძალიან ბევრ მის შეცდომასთან დაკავშირებით უკვე ესე იგი აღარც კი აქვს აქცენტი და აღარც კი აქვს სათვალავში და რომც დაუსვა შეკითხვა, საერთოდ არ ჩაქთulis ღირსად რომ ამ კითხვაზე პასუხი გაქცეს. არ და 5 ივლისის მაგალითი ყოველთვის ძალიან აქტუალური მაგალითია. 5 ივლისს 23 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მინიმუმ 3 წელი გაატარა და მაქსიმუმ 4.5 და 5 წლამდე გაატარა საპრობილეში რისი გულისთვის. რომ მათ ესე იგი შეკრებებისა და მანიფესტაციების პროცესში გადაამეტეს რაღაც გარკვეულ მოქმედებებს, გადაამეტეს გარკვეულ ძალას და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელი შეშლის, სხეულის განზრახ ნაკლებად ძიმე დაზიანებისა თუ მსუბუქი დაზიანების ფაქტიდან გამომდინარე, მათ დანაშაულთა ერთობლიობით შეუკრიბეს და 3, 4 და 5 წელი მიუყენეს და ეხლა რასაც ჩვენ ვხედავთ, თქვათ, აი ამ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ვითომ პოლიტიკური შეფერილობა გააჩნია და პოლიტიკური ელფერი გააჩნია და სინამდვილეში ადამიანებზე მიდის პირდაპირ, ასე ვთქვათ, გალაშქრება რა, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მოსპობის და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმე, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფების და პროვოცირების გამოწვევი მიზეზების გამოყენებით, რასაც ძალიან კარგად ფლობენ ტექნიკის დონეზე. და თუ ხელისუფლებას მართლა არ აქვს, ასე ვთქვათ, სქელი ტყავი შუბლზე გადაკრული და გააჩნია სურვილი, რომ თვალი ფართოდ გაახილოს, უნდა დაინახოს, რომ ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ ყოფნა, ჩვენ ვერც იმ საგაზაფხულო სესიამდე ვერ მივახცევთ ელემენტარულად, იმიტომ რომ ერთი ნაპერწკალი აკლია ახლა ამ საზოგადოებას აქ. იმდენად არის სახალხი დაპირისპირებული ერთმანეთთან და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართულ ოცნებას, რომც გაყალბებულიყო რამდენიმე პროცენტით, თქვათ, და ნუ გამოვალთ ასე ვთქვათ, ადვოკატებად ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ყოველთვის სისტემური ხასიათი აქვს ხოლმე გაყალბების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის 50% ხო ყავს. იმ ხალხმა ხომ მართლა დაუჭირა მხარია რა, რომლებიც დღეს ჯუმათ არიან და ხმას არიღებენ, მაგრამ ელოდებიან დასტაბილურობას, სიტუაციის დასტაბილურებას და elodebიან რომ რაღაცა დამშვიდდება და რაღაც გავალთ ფინიშის წორზე მშვიდობით, არა? საკმარისია აი ეს ნაპერწკალი მოედოს, ისე ვთქვათ, აი ამ საზოგადოებრივ ფონს, დაპირისპირების ფონს, რომ ამას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს უკან. თუ კი მართლა დაიღვარა სისხლი, თუ კი მაქამდე მივედით, რომ აი ეს ზიზღი და სიძულვილი, რომელიც კულტივირება ხდება, ახლა დაიწყეს ახალი კამპანია აი ამ თეფშებში უკაცრავად და ჩაფრთხების და ამას ვინმე გიგა მაქარაშვილი, აი ეს გარეწარი, პროფესიონალი გარეწარი, რომელსაც პერიოდულად სისტემა იყენებს ხოლმე მსგავსი ტიპის იდეების კულტივირებისთვის, გამოდის აი რა 2 თუ 1 დღის წინ გამოვიდა, ესე იგი ამ იდეით მოუწოდა უკლებლივ ყველა სასკვების ობიექტს, რომ ესეთი პრაქტიკა დაინერგოს. ესე იგი რა გამოდის, რომ ჩვენ სტიგმატიზირებას უკეთებთ უკლებლივ ყველა ტურისტს, რომელიც თქვათ სლავური ქვეყნებიდან არიან შემოსულები და ვიღაცამ შეიძლება თქვათ იქ რუსოფობიის წინასწარ დაგეგმილი სცენარიდან გამომდინარე იგივე გამოიყენოს რუსი ტურისტების მიმართ, ბელარუსი ტურისტების მიმართ, გნებავთ უკრაინელი ტურისტების მიმართ, გნებავთ ხო, სხვა ტურისტების მიმართ, გნებავთ შიდა მოქალაქეობრივი საკითხი ავიღოთ ახლა ვიღაცის იდენტიფიცირება მოახდინა რაღაცა ბანაკთან მიმართ
მიმართებით და გამოიყენა ეს საყოველთაო, ასე ვთქვათ, ნარატივად ქცეული შეძახილი და მოწოდება და გამოიყენა ეს ადამიანის დისკრიმინაციის, ასე ვთქვათ, წახალისების მიზნით და მით უმეტეს უმძიმესი დანაშაულია, რა თქმა უნდა, თავის მხრივ დანაშაულის ჩადენის ობიექტად გაიხადა ესა თუ ის ადამიანთა ჯგუფი. ამას როგორ უნდა მოერიოს ხელისუფლება? თუ ძირშივე ასეთი ტიპის ინიციატორები არ დასაჯა შესაბამისი წესით. მე მესმის ახლა პროკურორის პოზიციიდან გამოვდივარ და თუ დასჯა გავიძახი, მაგრამ დამერწმუნეთ რა, რკინის ხელის პოლიტიკის გარეშე ეს ყველაფერი. რკინის ხელის პოლიტიკის გარეშე დემოკრატიობანეს რომ მეთამაშებიან, ეგრე არ არის რა. მეოთხე ვადით ხართ მოსულები და კეთილი ინებეთ და თქვენი თავით ჩათვალეთ რომ ხართ გარდამავალი ვადით მოსულები. იმიტომ რომ ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო ხალხი ეძებს გამოსავალს ისეთი ტიპის მომავალი ხელისუფლების და შესაბამისი ოპოზიციის არსებობის პირობებში, როდესაც ბუნებრივად მოხდება, ასე ვთქვათ, საზოგადოების დაცხრობა, დამშვიდება, დაწყნარება და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭირდება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები, ძალიან მკაცრი ხელის პოლიტიკის გატარების გზით. და თუ ესეთი ტიპის პრევენცია არ მოხდა, მათ შორის მსგავსი ტიპის მოწოდებებთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას უნდა ჩაუფრთხონ და ვიღაცა რესტორნიდან გააგდონ და ვიღაცას კიდე დედააგინონ, ესე იგი, სადილისა და საუზმის პერიოდში, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ. ჩვენ არამც თუ სამართლებრივი სახელმწიფო არა ვართ. საერთოდ სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანს დავკარგავთ აბსოლუტურად. რაღაც ტორი ტომი რო არის, ხუტუს ტომი და რაღაც მეორე ტომია და ერთმანეთს ხვიტავენ ყოველდღე რაღაც ეგეთი უნდა გამოდის, რომ ესე იგი, საზოგადოება საერთოდ გაწეულია გვერდზე როგორც აქტორი, არის მარტო ხელისუფლება და არის ის დაპირისპირებული ოპოზიცია, რომელიც მეთოდური კონკრეტული სახელმძღვანელოების მოშველიების გზით მართავს თავის აქტივობას. ესენი იგერიებენ, ესენი მართავენ და ესენი ვინც მართავენ აი ასეთი ტიპის პოლიტიკას პოლიტიკიდან ხელს არ იღებენ და კიდევ უფრო აძლიერებენ ასეთი ტიპის ზეწოლებს და მათ შორის მსტოვრები ყავთ ყველგან, მათ შორის თუ ვინმე გაფრინდა იმ აბუდაბიში თუ სადღაც სხვაგან ჰოლანდიაში, იქაც ეყოლებათ თავისი მსტოვარი, რომელიც მიყვება, გაიგებს იქ სად არის, სად ბინავდება ადამიანი და შესაბამისად ასეთი ტიპის ინციდენტები რითი დამთავრდება თენგო. მართლა დაგვიფაროს ძალიან ძიმე დანაშაულთა სერიით დამთავრდება. რომელზე პასუხისმგებლობა წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ეკისრება დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას. იმიტომ რომ არ მოხდა თავის დროზე ამ ყველაფრის პრევენცია. მინდა კითხოთ აი საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებითაც და კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელიც დაინიცირა, ასე ვთქვათ, ინიციატივა გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან. უნდა შექმნას კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობას შეისწავლის. ეს ერთგვარად არის ის დაანონსებული ნაცების გასამართლება შეგვიძლია ამას უწოდოთ ალბათ პირობითად, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ჩემი შეკითხვა იქნება ასეთი, ჩვენ ვიმჟელოთ უშუალოდ რა ფორმატით, რა შეიძლება იყოს ეს კომისია და მისი მუშაობის შედეგი 6 თვით იქმნება, ხო? მხოლოდ ამ 6 თვეში უნდა გარკვეული შედეგი დადგეს და დასკვნა დაიდოს, რომელიც შემდეგ გაეგზავნება პროკურატურას და უნდა მოყვეს ამ ყველაფერს სისხლის სამართლებრივი დევნა. გაქვთ თუ არა განცდა იმისი, რომ ეს იქნება მართლაც რეალური კომისია, შედეგი მართლაც ის, რასაც ამდენი ხანი საზოგადოება ითხოვს და ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური ნაცები, როგორც ასეთი დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში გაქრება. მე მაგ ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ამას რომ ვიწრო პარტიკულარისტული მიმართულება არ მიეცეს და არ დაადანაშაულონ ხელისუფლება რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში, რომ თავი დაიცვას რაღაც კონკრეტულ მომენტში და დაიზღვიოს თავი შემდგომ მოქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კომისიის სამუშაო დღის წესრიგი განისაზღვროს არა მხოლოდ 2003-2012 წლებით, არამედ განისაზღვროს 1991 წლიდან 2012 წლამდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით არა გამოძიებო მოქმედებების ეს ძალიან შორს წაიყვანს და ამას რესურსები არ ეყოლება, არამედ თქვენ მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში არის ორი ტიპის კომისია რეგლამენტით. ეს არის დროებითი საპარლამენტო კომისია და დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. აი საგამოძიებო კომისია რომ გავწიოთ გვერდით და ავიღოთ დროებითი საპარლამენტო კომისია, მის წინაშე თავისუფლად შეიძლება დადგეს ისეთი ტიპის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირება, როგორიც არის 91 წელს კანონიერი ხელისუფლების
ასე ვთქვათ, მიმართ გამოყენებული კონკრეტული მეთოდების სამართლებრივი შეფასება, იყო თუ არა ეს პუტჩი მაგალითად. შემდგომში 2003 წელთან დაკავშირებით როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა და პირველი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატები დატოვეს პარლამენტში და პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტს გამოუცხადეს უნდობლობა, ქალბატონი ნანა დევდარიანი იყო მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ქალბატონ ნანას თუ მოიწვევთ ალბათ ძალიან საინტერესო პოზიციები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირადად ვესაუბრე მე გულისხმობ ამ შემთხვევაში იმ პოლიტიკური წნეხის არსებობას რომლის პირობებშიც იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისტორიულ გზაგასაყარებზე ასეთი ტიპის მოვლენების შეფასებას თავისუფლად შეუძლია აი ამ კომისიას და თავისუფლად შეუძლია რომ შემდგომში აღნიშნული საკითხები თუ კი აღმოჩნდება მნიშვნელოვანი გადაცდომები სამართლებრივი კუთხით უკვე დაუქვემდებარო სპეციალიზირებულ პროკურატურას, რომელიც შეიქმნება პროკურატურის სისტემაში. აი თუ უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ყოვლის მომცველი და ამომწურავი იყოს სამართლებრივი შეფასებები და დამოუკიდებულებები იმ ეპოქალურ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და 30 წელი არაფერი და 35 წელი არაფერი არ არის ისტორიული პროცესისთვის. იმისთვის, რასაც ძირითადი საკვანძო საკითხების შეფასება ქვია. მე ამას გულისხმობ ამ შემთხვევაში. და მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, 2003-2012 წლის პროცესი მთლიანად შეიძლება იქნას შეფასებული ყველა ასპექტით, რომელიც დაკავშირებული ადამიანის უფლებების ტოტალურ ასე ვთქვათ, ფეხქვეშ გათელვასთან და აბუჩად აგდებასთან, როდესაც ადამიანის სიცოცხლე იყო 0, როდესაც ადამიანის მიმართ მართლმსაჯულება საერთოდ არ ხორციელდებოდა და ხელისუფლება უარს ამბობდა, რომ სასამართლო ხელისუფლება თავის მხრივ ყოფილიყო არა მხოლოდ ოდნავ დამოუკიდებელი, არამედ ყოფილიყო იმ გადაწყვეტილებების ერთგული, რასაც მას ავალებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა და მოგეხსენებათ 0.18 გამომართლებელი განაჩენებისა და ფაქტი როდესაც 4 მილიონიან ქვეყანაში ყოველ მესამეს ზრდასრულს 18 წელს მიღწეულ ადამიანს ჰქონდა ნასამართლეობა და ადამიანების მიერ სახლების უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად შევსებული ბიუჯეტი, როგორც არასაგადასახადო სეგმენტისა რომელიც ჯარიმების სახით მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის უცნობილესი ფაქტი, ბუნებრივია და ბიზნესები, რომლებსაც აყადაღებდნენ, რომელსაც უყენებდნენ კონკრეტულ მოთხოვნებს დავით კეზერაშვილის უშუალო მოღვაწეობის შედეგად, ეხლა ძალიან დეტალიზირება აღარ მინდა ამ საკითხების, იმიტომ რომ ყველა ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია სამართლებრივ შეფასებასთან, გულისხმობს 2003-12 წლების მოვლენების სკრუპულოზურ შეფასებას და ამ რიგში საქართველოს ოკუპაციის გაუმწვევი მიზეზები არის ავანგარდში ყველაფრის. როგორც 2004 წელს დაწყებული ავანტიურა 8 წლამდე სანამ მივალთ, მანამდე იყო 2004 წელი და შემდგომი, ასე ვთქვათ, პერიოდები, რომელმაც 2008 წლამდე მოგვიყვანა და დაგეგმილი 5 წლიანი ომი, რომელმაც ჩამოწერა 1 მილიარდ და 100 მილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტი, რომელმაც მოწინააღმდეგეს ხელში ჩაუგდო საქართველოს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ხელში არსებული ყველა ძირითადი სტრატეგიული შეიარაღება და რომელმაც განაიარაღა მთელი საქართველოს, შეიძლება ასე ითქვას, და რომლის ძალითაც ჩვენ საკუთარ ტერიტორიებზე 1/5-ზე ჩვენი ტერიტორიებისა აღარ აქვს კანონიერი კონტროლი, რაც არის რა თქმა უნდა დროებითი ფაქტორი, მაგრამ იმისთვის რომ ეს დროებითობა მალე დასრულდეს და გადავიდეთ პრაგმატულ პოლიტიკაზე და აი ამ დაკარგული ტერიტორიების აღდგენასთან დაკავშირებით მივიღოთ კონკრეტული პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ამისთვის საჭიროა სწორედ ეს შეფასება. ეს შეფასება არის ამ შეფასების გარეშე და ყოველთვის ვამბობ ამას და კიდევ ერთხელ თქვენის ნებართვით გავიმეორებ, რომ მით უმეტეს სტალიანის კომისიის დასკვნის შემდგომ, რაც არის ევროკავშირის კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეროვნულ დონეზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეუფასებლობა არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელსაც იწვევს ფაქტი ხელისუფლების წინააღმდეგ. და ხელისუფლება ამ შემთხვევაში ვალდებული იყო იმ კომისიის დასკვნის საფუძველზე ემოქმედა და კონკრეტულად დაეწყო გამოძიება ყველა იმ ასპექტთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის შეგნებულ დასუსტებას და იმ საბოტაჟს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს დაწყებული ბენდუქიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და დამთავრებული ლომაიას მიერ მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებებით, დაწყებული ლადო გურგენიძის მიერ მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებებით და დასრულებული
მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული იმ ბრძანებულებებით და იმ დადგენილებებით, რომელიც ყირაზე აყენებს საერთოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ქართულ პოზიციებს, როგორც ლეგიტიმურ პოზიციებს. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ ხელისუფლებას ყველა ვარიანტში დაჭირდება ამ პროცესის ერთგვარი ლეგიტიმაცია. გულისხმობ რას? ის რომ დავუშვათ ნაცების გასამართლებაზე ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ 2012 წლამდეც ალბათ უკვე ჩამოყალიბებული იყო. ამის მიუხედავად ხელისუფლებას აქვს, რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნდობის დეფიციტი, ხოლო ეს არის ისეთი ტიპის პროცესი, რასაც ქვია წარსულის აი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასება, რომ ეს ჩემი აზრით ალბათ საუკეთესო შემთხვევა, როდესაც კონსენსუსით ხდება ზოგადად პოლიტიკურ ძალებს შორის ამგვარი შეფასებების გაკეთება. ნუ ეხა ჩვენ რეალობის გათვალისწინებით გასაგებია, რომ ხელისუფლებას მოუწევს ამ ყველაფრის ერთპარტიულ რეჟიმში გაკეთება. ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობა ასეთ დროს უნდა ფიქრობდეს გარკვეულად ისეთი ტიპის ნაბიჯებზე, რაც მეტ სანდოობას, საზოგადოების თვალში მეტ ნდობას, ნაკლებ კითხვის ნიშანს გააჩენს პროცესში. იქნებოდა თუ არა ასეთ დროს თქვენი აზრით გონივრული გამოსავალი, იგივე დასავლეთში მიღებული ძალიან ისეთი პრაქტიკა, დამოუკიდებელი პროკურორის პრაქტიკას გულისხმობ, როდესაც იქნება სპეციალური ორგანო, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მას აქვს მანდატი, რომ მარტომ დამოუკიდებლად გამოიძიოს ეს პროცესები. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იქნებოდა გამოსავალი ამ შემთხვევაში მთავრობისთვის ნდობის მიღების კუთხით. კი, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებული მოქმედება, სპეციალიზირებული პროკურატურა მე სწორედ იმიტომ ვახსენე, რომ იმ საქმეთა არაორდინალურობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე აჩენს შემხვედრ საჭიროებას, რომ მაღალი საზოგადოებრივი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე იქნეს სკრუპულოზურად შესწავლილი, რასაც ჭირდება მნიშვნელოვანი საჯარო რესურსების გამოყენება, რომ მოხდეს სწორედ სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნა. ამისთან მოქმედების განხორციელების უფლებას ჩვენი კანონმდებლობა გვაძლევს, ჩვენი კონსტიტუცია გვანიჭებს და ამისთვის საჭიროა, რომ სწორედ პირველ რიგში საგამოძიებო გნებავთ, საპარლამენტო საგამოძიებო გნებავთ უბრალოდ საპარლამენტო კომისია იხემძღვანელოს იმ ანალოგიით, რომლითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამისი უფლება საპარლამენტო კომისიას გააჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ როგორც სწორად ბრძანეთ, ერთპარტიული იყოს თავიდან ეს კომისია, რომ ერთპარტიულად შეიკრიბოს, მაგრამ მან მოიწვიოს ისეთი ტიპის ექსპერტები, ისეთი მაღალი სანდოობის მქონე საზოგადოებისთვის ნდობის აღმძრავი, ასე ვთქვათ, პირები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები, რომელთა ერთობლივი მუშაობა უკვე აღარ გააჩენს შეკითხვას, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთპარტიულ დონეზე. საერთოდ საგამოძიებო და ჩვეულებრივი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი კვოტა ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობის შესაძლებლობისა. გასაგებია, რომ ოპოზიცია ასეთ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. მაშინ როგორ უნდა მოხდეს მისი კომპენსაცია? რა თქმა უნდა, მაღალი ნდობის საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის მისაღები და მათი, ასე ვთქვათ, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ისეთი მოქმედი ექსპერტების მოწვევის გზით, რომელთა მიერ მიღებული საბოლოო ერთობლივი დასკვნა მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ არ გააჩენს არანაირ შეკითხვას ქართული საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი კომისია შექმნილი მანამდე, მაგალითად ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების შემსწავლელი კომისია, ხო? რომელსაც სათავეში ედგა ბატონი კოკო გამსახურდია, ჩემი ღრმა პატივისცემა ბატონი კოკოს მიმართ, მაგრამ თავად ბატონი კოკო დამეთანხმება, რომ ასეთი ტიპის მკვრაჩობილი კომისიის მიერ განხორციელებული მუშაობის საბოლოო შედეგი არც არაფერზე არ ასახულა. კი ბატონო, საზოგადოების მიმართ არანაირი ნდობა სამწუხაროდ არ გაჩენილა, ხო, ამ პროცესის მიმართ? კი ბატონო, ისევე როგორც 1991-12 წლების მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მიშა სააკაშვილმა შექმნა 2004 წელს. 4 წელს დადო და ხო 2004 წელს შეიქმნა, იქ იყო ზვიად გამსახურდიას ქვრივი, იქ იყვნენ სხვადასხვა ძალიან ცნობილი ადამიანები, მათ შორის ექს-პრეზიდენტის მომხრეები, მხარდამჭერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მაგრამ გაგიგიათ ამ კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ რამე? არა და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება იქნება მომავალში მიღებული. მაგრამ სამაგერად პოლიტიკური ამოცანა ამ კომისიამ შეასრულა იმ კუთხით, რომ გააჩინა გარკვეული განცდა საზოგადოებაში, რომ აი ექს-პრეზიდენტის მიმართ პუტჩისტების მხრიდან უკანონოდ განხორციელებული მოქმედებების საკითხთან დაკავშირებით დაიძრა ყინული მტარი ადგილიდან და
აუცილებლად მოხდება რაღაცა გადაწყვეტილების მიღება, რამაც გაზარდა იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ ნდობა. მაშინ ვანო მერაბიშვილმა, ზურა ადეიშვილმა, მიხეშა სააკაშვილმა და მათმა ამსონებმა ეს მომენტი ძალიან სწორად გამოიყენეს და კარგად გამოიყენეს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად და გასაზრდელად. მაგრამ ჩვენ გვახსოვს პრაჩობილი მათი გადაწყვეტილებები, რომელსაც არავით არის საბოლოო შედეგი ასეთ იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული სურათი გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ ხელისუფლებას ამ ყველაფრის საჭიროება უდგას თავისი ინტერესიდან გამომდინარეც. არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას უნდა ეს და საზოგადოების დაკვეთა თვითონ მართლა ჭირდებათ უკვე მე ვფიქრობ თუ სურთ მათ გადარჩენა, თუ სურთ ხელისუფლებაში დარჩენა, თუ სურთ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში დარჩენა, გასაგებია რომ აი დიდხანს ესეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში მით უმეტეს მეოთხე ვადით არსებულ ხელისუფლებას, რა ვიცი, ძალიან მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს რაღაც ისეთი, რაც შეიძლება ჩვენ არ ვიცით, თორე სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაჭირდება კონკრეტული აქ მეორე მომენტიც არის თენგო ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია და ამასაც შევეხოთ. არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, რომელშიც ჩაწერილია პირობა, თუ რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს მოცემულობა, რომლის ძალითაც უნდა აიგრძალოს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ერთ-ერთი მიმართულება ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთგზის დანაშაული, რომლის შეფასებასაც აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც იღებს ერთ გადაწყვეტილებას, თქვათ, ამ შემთხვევაში, რომ გაუქმდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კონკრეტულ სუბიექტებს აეგრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და რომელი პარტიის ლიდერებიც არ უნდა იყვნენ. ამჟამად იმ შემთხვევაში თუ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ და პარალელურად, იმიტომ ის არ არის დევნის ორგანო და არც მართლმსაჯულების ორგანო არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის კონტროლის ორგანო. ბუნებრივია, მან შეიძლება მიღებული მასალებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მიიღოს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება და აკრძალოს პარტია, მაგრამ იმ პარტიის მესვეურების მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი ეს არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხი და აი ამ შემთხვევაში შესაძლოა სპეციალიზირებული პროკურატურა შეიქმნას, რომელიც დაიქვემდებარებს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ იერარქიის კიბეზე არსებული გადაწყვეტილებების საკითხს, იმიტომ რომ აქ პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ პირების მიმართ, რომლებმაც ფორმალურად რაღაცა გარემოებებიდან გამომდინარე მოიხადეს სასჯელები. მაგალითად, ვანო მერაბიშვილმა რა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ეს არ უნდა შეექმნას საზოგადოებას ილუზია, რომ ვანო მერაბიშვილმა ყველაფრისთვის მოიხადა სასჯელი, რომელიც იმ ვერტიკალთან დაკავშირებით მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს და ბრძანებებს ეხება, მათ შორის ორი გვამის საკითხსაც რომ გულისხმობს რა. და იგივე კობა დავითაშვილის გარდაცვალების გარემოება რა რითია ნაკლები, თქვათ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან მიმართებით რა. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკოსი, რომელიც გარდაცვალების მიზეზი გახდა მის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება და ეს არის დადგენილი ფაქტი კონკრეტული ექსპერტიზით და მე მინდა გითხრათ სხვათა შორის ექსკლუზიურად მინდა გითხრათ ეს ამბავი და მუშაობდი ძალოვან სტრუქტურებში და მყავს ძალიან ბევრი მეგობარი კოლეგა და ერთ-ერთ საღამოს წვეულებაზე მყოფმა მივიღე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო თავდამსხმელი კობა დავითაშვილს. ეს მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ბატონი კობა ელიავას ბაზრობაზე იყო, როგორც მე მახსოვს, აუდიო აპარატურის საქირავებლად თუ შესაძენად. ანუ ეს რო იწოდნენ მათ შორის ამ ჩვენმა ძვირფასმა ლიბერალებმა ძალადობას ვინც გმობს, აქციის მიმდინარეობის და აქციის ტერიტორიაზეც არ მომხდარა თავ და სხვაგან იყო საერთოდ ადამიანი ჩაუსაფრთხნენ დაახლოებით 6-7 ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავი. დღეს კობა აღარ არის ცოცხალი და მე თავისუფლებას მივცემ, რომ ეს ხმამაღლაც ვთქვა, იმიტომ რომ ეს საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ კობა დავითაშვილს მე მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე თავდასხმის ორგანიზატორი იყო ფინანსური პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის იმდროინდელი ხელმძღვანელი. და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა დავით კეზერაშვილის კონკრეტული მითითებებიდან გამომდინარე, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, იღებდა ბრძანებას უმაღლესი
ეშელონიდან, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან, უშუალოდ ვანო მერაბიშვილისგან, იმიტომ რომ ეს ტრიმვირატი განაგებდა რეალურად, ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, მაგრამ სააკაშვილი მსგავსი ტიპის საქმეებთან დაკავშირებით ყოველთვის ინფორმირებული იყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყობა დავითაშვილზე შურისძიების მიზეზი, ეს იყო სააკაშვილის მისი მხრიდან შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტი, იმიტომ რომ ყობა იყო მიხეილ სააკაშვილის შვილის ნათლია, იყო მასთან ძალიან დაახლოებული თავის დროზე და შემდგომში გარკვეული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეფასებებიდან გამომდინარე, მან ასე გარკვეულ კონტექსტში მოიხსენია სააკაშვილი, რამაც მასზე ძალიან, ასე ვთქვათ, მის პატივმოყვარეობას შეეხო, მოკლედ და შემდგომში სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით, აი ბიზნესმენი გელაშვილი რომ გაალახინა რა სააკაშვილმა, ვალერი გელაშვილი, ზუსტად ანალოგიური მომენტი იყო, მაგრამ გელაშვილისგან განსხვავებით, აქ ფაქტიურად განაჩენი გამოუტანეს ყობა დავითაშვილს. ეს უნდა ყოფილიყო ლეტალური გამოსავალი და ყობას გვამი უნდა ეპოვათ შემდგომში სადღაცა გორში და იქ უბრალოდ არ მოხდა, ასე ვთქვათ, ესეთი რამ. ის გადარჩა და როგორც თვითონ ყვებოდა, მოგეხსენებათ, აღმოჩნდა გორში, საიდანაც ის მიიყვანეს გორის ჰოსპიტალში. მაგრამ მის მიმართ მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ, ესე იგი, ეს გახდა მისი გარდაცვალების კეზირაშვილი იყო უშუალოდ ორგანიზატორი. ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, დიახ, 2007 წელს ყობა დავითაშვილის ცემის მომენტში იყო დავით კეზირაშვილი. არავინ და არაფერი არ უნდა მიეცეს დავიწყებას. მე ახლა ეს მომენტი იმიტომ ვახსენე, რომ არ შეიძლება იგივე ყობა დავითაშვილი მიეცეს დავიწყებას. ეს მსხვერპლია სისტემის. და თუ ხელისუფლება მართლა მონდომებულია და მართლა გულწრფელია თავის, მე მინდა მჯეროდეს ბუნებრივია ამ შემთხვევაში ამისი, ეს გამოჩნდება სწორედ აი ამ ყოვლის მომცველობისგან და ობიექტური ყოვლის მომცველი მიდგომებიდან გამომდინარე. Რაღაცა კი, ვთქვათ, ეს კონკრეტული მაგალითი დავასახელეთ. მოდი ის მაგალითებიც ვახსენოთ, რომელიც ციხეში სიკვდილის ექსპორტად იქნა შეფასებული მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული სახალხო დამცველის მხრიდანაც კი იმდენად მძიმე და მძაფრი იყო მოთხოვნა იგივე მანფრედ ნოვაკის მხრიდან გაერო ძალიან კაცრად ჩაერთო ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამათი ასე ვთქვათ, დაუკრეფავში გადასვლა უკვე იყო, ასე იგი, ზღვარს გადასული. და გიორგი ტუღუშმა სიკვდილის ექსპორტი რას უწოდა, იცით? ეს არაა განმარტებული. ორმაგი დაპირთვა აქვს ჩადებული, მაგრამ მაშინ პარლამენტში გახდით ბუნებრივია და დამოუკიდებელ მონიტორინგს ვეწეოდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველა წამებისა და არაადამიანი მოპყრობის აქტი ასახულიყო გარკვეულ ანგარიშებში. მათ შორის მანფრედ ნოვაკი პირადად იყო ჩემთან მოსული და მანფრედ ნოვაკმა მითხრა მე, რომ თინა ბურჯალიანი, იმდროინდელი თავდაცვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, უარს ეუბნება მანფრედ ნოვაკის წამების ატლასს, ესეთი ორგანიზაცია გააჩნდა მას, რომ პენტენციურ სისტემის დაწესებულებებში შესულიყო და წამებასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები გამოეძებინა. აი თინა ბურჯალიანის მიერ ოფიციალურად გაცემული უარი, რომელიც მე გამოვაქვეყნე გაზეთ ასავალ დასავალში იმ დროს. ესეც ხომ ელემენტარული მტკიცებულებაა იმისა. არ უნდა გახდეს ეხლა არ უნდა გახდეს თინა ბურჯალიანის დევნის. კი ბატონო და მე თინა ბურჯალიანმა უკვე საპროცესო შეთანხმება გააფორმოს სახელმწიფოსთან და დაასახელოს მინისტრი ადეიშვილი, რომელმაც მას აიძულა აღნიშნული, ეს თქვათ, მოქმედებები გააკეთებინა, იმიტომ რომ იმის გამო, რომ საერთაშორისო წამების მონიტორინგის და პრევენციის ჯგუფი ვერ შევიდა პენტენციურ სისტემაში, ეს პენტენციური სისტემის ცნობილი ყბადაღებული წამებები, რომელიც წელიწადში 150-მდე ადამიანს იწირავდა წამებისა და არაადამიანი მოპყრობის შედეგად. ესეც პათანატომიური დასკვნების შედეგი, ეს არ გეგონოთ ხა, სიტყვაზე ნათქვამი. ნუ ასეულობით ადამიანი წამებით კვდება 142-დან 168-მდე, აი სხვადასხვა სტატისტიკაა მათი მეფობის წლებში ჩადენილი დანაშაულიდან, რომელშიც პათანატომიური ექსპერტიზის შედეგად არის ჩანაწერი გაკეთებული, რომ მრავლობითი ესკორიაციები, დაზიანებები, რომელიც არ არის დაკავშირებული ქირურგიული ხასიათის манипуляციებთან, არის გამომწვევი მიზეზი ლეტალური გამოსავლისა. ანუ პათანატომები ვერ ბედავდნენ, რომ გაეყალბებინათ მსგავსი ტიპის დასკვნები და ესენიც უკვე ამაზე თვალს ხუჭავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩებოდნენ და პათანატომიური კვლევის შედეგები და ექსპერტიზის დასკვნები არ აღმოჩნდებოდა სამხილი მათ წინააღმდეგ. მაგრამ იმას რომ დაუბრუნდეთ, რატომ უწოდებდა გიორგი ტუღუში 2011 წლის დასკვნაში პენტენციური სისტემის და ჯანდაცვის ობიექტებში მოთავსებული პაციენტების გადაყვანას სამოქალაქო ობიექტებში სიკვდილის ექსპორტს, რომელიც მას არ აქვს კიდევ ერთხელ მინდა ვიმეორებ განმარტებული. იმიტომ რომ მიცვალებულები მიყავდათ
სამოქალაქო კლინიკებში თენგო და იქ როგორც ცოცხლებს აფორმებდნენ იმისთვის რომ სტატისტიკა ჩამოეწერათ როცა ხეში დაიღუპა მე ვითომ სამოქალაქო პენტენციური სისტემისთვის რომ ჩამოეწერათ ესეთი დასკვნები. ახლა მე თქვენ გეკითხებით თუ კი აი ამ კომისიის მუშაობის შედეგად აღმოჩნდება რომ ასეთი კლინიკის მთავარი ექიმი წავიდა საკრებულოში დეპუტატად, წავიდა პარლამენტში დეპუტატად და მიიღო სრული ინდულგენცია და სრული ეს თქვა ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო. არ არის ეს გამოძიების საგანი? როგორ თქვენ რასაც ამბობთ ეხა ეს არის თან როგორი ამბავი რომ ეს ხო არ შეიძლება დაუშვათ ერთხელ მოხდათ პირობითად და ანუ პრობლემა ექმნებოდათ რა სისტემაში იმის გამო რომ ამდენი გვამი რო გვაქვს რა უყოთ ამ გვამს და ესეთი გამოსავალი მოიფიქრეს რომ მოდი სამოქალაქოს ვითომ იქ მოკვდა და ეს პრაქტიკა ქონდათ უკვე დამტკიცებული ფიქრობ შემთხვევით ვახსენე ახლა საკრებულო და პარლამენტი და ასე შემდეგ დარწმუნებული ვარ არ გიქ კი ბატონო გადახედონ აგერა ვიცქერიან და ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ეთერში გასული თუ პრესაში მოხსენებული კონკრეტული ფაქტი შეიძლება საფუძვლად დაედოს სისხლის სამართლაწარმოების დაწყებას. გაერკვნენ ერთი რომელი მთავარი ექიმი ხდებოდა სააკაშვილის კვოტით საკრებულოს წევრი და ხუმარ ხდებოდა სიკვდილის ექსპორტის განხორციელება, რასაც ეპიკრიზების წერა უსწრებდა წინ, ანუ ეპიკრიზი იწერება ცოცხალ ადამიანზე, რომელიც არის მომაკვდავ მდგომარეობაში და შეყავთ კლინიკურ სამონტყოფოში, კლინიკურ დაწესებულებაში არა და მიცვალებულზე, როგორც ცოცხალზე რომ წერ, რომ სულთმობრძავი მივიღე, მაგრამ მე მივიღე და მისი გარდაცვალების ფაქტი მე დავაფიქსირე იმისთვის, რომ სააკაშვილის ციხეში სტატისტიკა არ გაზრდილიყო და შემდგომში მანფრედ ნოვაკის მუნკის ყვირილი არასახულიყო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დასავლეთში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად დაუკრეფავში იყვნენ გადასულები. და ვინმემ საერთოდ ამოიღო ხმა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთში, დღეს რომ ეს როთი ჩამოეთრა კიდე საქართველოში და ბედავს, ესეც ხელისუფლების მინუსია. როთი დიდი ხანია იმსახურებს პერსონა ნონ გრატად. ხო, აი აეროპორტიდან პირდაპირ რომ მიაბრუნონ ეს ადამიანი, რა ვიცი, დიდი სკანდალი მოყვა და რატომ არ შეიძლება რომ ადამიანი, რომელიც დესტაბილიზაციის მიზნით ეწევა ძირგამომთხელ საქმიანობას საქართველოში და სარგებლობს თავისი პოლიტიკური უფლებამოსილებით თავის ქვეყანაში და მეგობრობის ანტურაჟით და მეგობრობის მანტიით შემოსილი შემოდის იმისთვის რომ აქ რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღოს თანამონაწილეობა ეს რა არ შეიძლება რომ რეაგირება მოხდეს პოლიტიკური რეაგირება მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ქვეყანაში ექნება ამას ის მინიმუმის რეაგირება რომ საელჩოსთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია მაინც შედგება ესე დრო საჯარო 2 დღე და 3 დღე რო ვისაუბროთ ახლა აი ამ თემაზე რა მე როგორც იმდროინდელი პარლამენტის წევრი რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითი მათ შორის ჩანაწერების დონეზე მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ჩემს მონიშნულ ჩანაწერებს იმ ქრონოლოგიასთან მიმართებით, რასაც ამა თუ იმ პენტენციურ სისტემაში და დაწესებულებაში ჰქონდა წამების სახით ადგილი. ნამდვილად არ გვეყოფა დრო. შესაბამისად საჭიროა, რომ ხელისუფლება თუ კი მიიღებს, ასე თქვა და მიღებული არის ეგეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საგაზაფხულო სესიაზე იქმნება უკვე ესეთი ტიპის კომისია, ერთია ამ კომისიის პოლიტიკური კონტენტი დეპუტაციის თვალსაზრისით, ამას ნაკლები მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივაჩინოთ იმ სპეციალური ცოდნისა და კომპეტენციის მატარებელი ადამიანების მოწვევას ამ კომისიაში, რომლებსაც გადაივლის ძირითადი ტვირთი შესაძლებელი საქმეა, რომელთა მიმართაც არ გაჩნდება ის კითხვა, რომ ხომ არ არის ეხა ეს გადაწყვეტილება. მე პირადად ეხა რაზეც აი ძალიან მოკლედ ვისაუბრე და სხვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მზად ვარ მოწმის სახით ვიქნე გამოკითხული ამ კომისიის წინაშე და საჯაროდ გავცე ყველა კითხვას პასუხი, რომელიც ჩემი საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელების დროს ჩემთვის როგორც საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გახდა ცნობილი. ბატონო დიმიტრი, მინდა ვისაუბროთ საერთაშორისო მოვლენებზეც, მით უფრო საქართველოს კონტექსტში, აი ახსენეთ თქვენ როთი არის ასევე ჯო უილსონი ასეთი კონგრესმენი და კიდე რამდენიმე ადამიანი გამოირჩევა, რომელიც მუდმივად აკეთებს ხოლმე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებებს. მათი მიზანი ალსახაა, უნდა შეიქმნას იმგვარი იმიტაცია, საქართველოს იზოლაციის იმიტაცია უნდა შეიქმნას. რამდენად არის თქვენი აზრით ეგ რეალური სცენარი, რამდენად საქართველოს შეიძლება მართლაც დასავლეთის მხრიდან ყოველ შემთხვევაში აღმოჩნდეს იზოლაციაში? გასაგებია, რომ ამას ახლა როთის და ჯო უილსონის განცხადებები არ კმარა და ბევრად უფრო სხვა ეტაპები არის ამისთვის საჭირო, მაგრამ ამ საფრთხეს რამდენად ხედავთ თქვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუდგეს ეგ პრობლემა?
რა თქმა უნდა, ეს ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელსვე მიაქცია ყურადღება ამ თემას. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ და ამას ლობისტური საქმიანობის გაცხოველებული აღებმიცემობის პოლიტიკური პრაქტიკა დანერგა სააკაშვილმა. მთელი აი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, რომლის მთავარი, ასე ვთქვათ, მესაიდუმლო და ხაზინადარი გახლდათ გიგა ბოკერია. გიგა ბოკერია, რომელიც იკავებდა უშროების საბჭოს მდივნის პოზიციას, ეს ადამიანი ყოველთვის გაურბოდა ხოლმე რაღაც საპასუხისმგებლო თანამდებობებს, თუ გახსოვთ. იყო ყოველთვის და მუდმივად იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არავითარი მინისტრის არ ყოფილა, ის არ იყო დაინტერესებული თანამდებობით. ისე როგორც მისი მოძმე ლევან რამიშვილი, რომელიც საერთოდ არ იყო დაინტერესებული რაიმე ტიპის ფორმალური თანამდებობის დაკავებით, მაგრამ იყო იდეების გენერატორი და იყო ისეთი ტიპის იდეების გენერატორი, რომელიც მაგალითად 2006 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან მთელი რიგი მუხლების ამოღებას უკავშირდება, როგორც არის დანაშაული უკაცრავად ცილის წამება დანაშაულის დაბრალებით. 133 მუხლი იყო ასეთი და როგორც არის მაგალითად საპროცესო შეთანხმებების დანერგვა ისეთ ტიპის მეთოდების გამოყენებით, რომელიც ზღვარს ადრე დაწესებულ ზღვარს 10000 ლარის ოდენობით დამატებით საჯელების სახით ზრდიდა პლუს უსასრულობამდე. ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დამატებით საჯელების სახით ჯარიმა შეიძლება ყოფილიყო 100000 ლარიც და მილიონიც. ეს გააჩნია პროკურატურა რა მადაზე იყო და რა ტიპის, ასე ვთქვათ, განწყობას გამოხატავდა კონკრეტული დამნაშავე პირის მიერ. ამის უკან იყო ლევან რამიშვილი, ამის თქმა მინდა. და გიგა ბოკერია, ანუ თავისუფლების ინსტიტუტი. და ეს გიგა ბოკერია, რომელიც მუდმივად იკავებდა ხოლმე ადგილს, ესე იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა, უცებ აღმოჩნდა უშროების საბჭოს მდივნად, რომელსაც ჩაბარდა მრავალმილიონიანი ბიუჯეტი მხოლოდ ერთადერთი მიზნით. რომ მათ განეხორციელებინათ ლობისტური საქმიანობა. რა არის ლობისტური საქმიანობა? ლობისტური საქმიანობა ეწოდება ისეთ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ იმ პოლიტიკური ტრენდის ყურადღების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად კონკრეტული მეგობარი, მათ შორის სახელმწიფო მოხელეთა და მოღვაწეთა მხრიდან, მათ შორის პარლამენტის კონგრესის წევრების მხრიდან შეერთებულ შტატებში, რომელთა მიერ თავის დროზე მიღებული, ასე ვთქვათ, კონკრეტული ჰონორარები და ჯილდოები დღემდე მუშაობს. იმიტომ რომ სისტემურად ეს ყველაფერი იყო დალაგებული ძალიან მაღალ დონეზე, გიგა ბოკერია განაგებდა ამ საკითხს და რატო ვახსენე ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ბიძინა ივანიშვილი იყო მათი გულის მესაიდუმლო ზუსტად იმ წლების განმავლობაში. და მან ზუსტად იცოდა თუ რა საქმიანობას, რა უკანონო საქმიანობას ეწეოდა გიგა ბოკერია და გახსოვთ თქვენ, გიგა ბოკერიას მიმართაც აღიძრა საქმე ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და შემოიდო თაროზე და შემდგომში პოლიტიკური ნავაჭრი აღმოჩნდა ის რომ ბოკერია განეიტრალდა პოლიტიკურად და შემდგომში პრობლემები შეუქმნა სააკაშვილსაც. ევროპოლის 2016 ამბები. ასევე იყო დავით ბაქრაძე, რომელიც მიყუჩებულია და ხედავთ, ხმას არ იღებს საერთოდ და ბაქრაძის მიმართ საქმე აღიძრა HSBC ბანკში 350,000 ფუნტი სტერლინგის არადეკლარირებული თანხის არსებობიდან გამომდინარე, რომელიც მას აღმოუჩინეს ლონდონში. და რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრი, რომელიც მithumetes პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დეკლარირებას არ ახდენს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებისა, ასეთი ქმედება სისხლის სამართლებრივი წესით არის დასჯადი. და ესეც როგორც ჩანს რაღაცა გარკვეული პოლიტიკური ნეიტრალიზაციისთვის იქნა გამოყენებული. კი ბატონო, მაშინ შეიძლება ასეთი მიზანშეწონილობა ამისი არსებობდა, იმიტომ რომ გადაეტეხათ ეს პოლიტიკური სისტემა, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ პირდები საზოგადოებას 2003-2012 წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებების სრულ ილუსტრაციას იმ პიროვნებების, იმ ხარდამჭერი პირების მიმართ, რომლებიც ამას ჩადიოდნენ სისტემურ დონეზე, მაშინ შენ ამას ვეღარ გაექცევი. და რა პირობაც არ უნდა მიგეცა შენ გიგა ბოკერიასთვის რომ არ დასჯიდი, ის უნდა დასაჯო. ის რომ შენ გრიგოლ უკაცრავად გიორგი ვაშაძეს დღეს ხელს აფარებ. მაშინ როცა საქმე გაქვს აღძრული და ფიგურანტი არის გიორგი ვაშაძე, რომელიც დაინიშნა 9 თვის ვადით იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2012 წელს, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ გამოეცა ყალბი პირადობის მოწმობები.
რომელიც ამოუღეს უნდა ყოფილიყო გამოყენებული კი. რა თქმა უნდა, აჭარის კუდის უფროს ვინმე თემურ პატარიძეს ამოუღეს შემდგომში პირადი ბინის შხრეკიდან, ესე იგი 11000 ცალი. სტამბური წესით დაბეჭდილი ხაზი მინდა გაუსვა. ყალბში ვინმე მარეგულისმოს რომ ვიღაცამ დახატა იქ რაღაც. არა, სტამბური წესი კი იმას გულისხმობს რომ ეს ყველაფერი ხდებოდა გიორგი ვაშაძის პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. აბა თქვენ როგორ გონიათ, ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი როგორ მოქმედებდნენ? ისინი აუცილებლად კიდებდნენ პასუხისმგებლობას კონკრეტულ პირებს. აი მათ შორის მაგალითად მაია კოპალეიშვილი ძალიან აქტიურობს ეს ქალბატონი ყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის წევრი. გახსოვთ თქვენ ეხლა დღეს პოლიტიკურ პარტიაში არის, არ მახსოვს ნაციონალურ მოძრაობას და კოლექტიური ნაცების გვერდით რა თქმა უნდა. მაია კოპალეიშვილს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ ევალებოდა ეგრეთ წოდებული დამაუების არსებობა. ანუ მიწერილი ადამიანების ესე იგი ჭრილოვანი რეესტრი შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა გაყალბებული არჩევნების, ასე ვთქვათ, შედეგს მინიმუმ 17%-მდე შედეგი. უბრალოდ აუხსნი მაყურებელსაც ამ შემთხვევაში რაზე არის საუბარი, აი დამაუებზე როცა ამბობდა ბატონი დიმიტრი, ხდებოდა როგორი პრაქტიკა თქვენ სახში შეიძლება საერთოდ წარმოდგენაც არ გქონდეთ და უცებ აღმოჩნდეს რომ 10-15 სული არის მიწერილი. ისე რომ კიდევ ერთხელ ამბეს ყოველგვარ თქვენ თანხმობის გარეშე შეიძლებოდა მოხდა, შეიძლება ყოფილიყო რომ არა გარკვეული მუდმივად კი არა, აი, მხოლოდ საარჩევნო პერიოდისთვის უცებ აღმოჩნდებოდა, რომ თქვენს მისამართზე იყო რეგისტრირებული 1000-მდე პირი თქვენთვის უცნობი, რომლებიც მე აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ხმასაძლევენ თქვენს უბანზე. ასევე იყო ხოლმე მე მქონია მაგალითად პრაქტიკა, რომ არ არსებულ მისამართებს ქმნიდნენ საერთოდ. აი, მისამართი ქუჩაზე კონკრეტული ნომერი იყო მითებული, რომ ამ ქუჩის ამ ნომერში ცხოვრობს ადამიანი და ეგეთი მისამართი ბუნებაში არ არსებობს. ხო გსმენიათ, რომ სამოქალაქო რეესტრში ორი მოწმის მიყვანის შემთხვევაში რომ რეგისტრირდებოდნენ. აი ეგ არის მაია კოპალეიშვილის მიერ ესე იგი დადგენილი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა. ანუ მაია კოპალეიშვილი და გიორგი ვაშაძე ეწეოდნენ აი ამ კონკრეტულ კანონობებს, მითითებების საფუძველზე. და ერთსაც და მეორესაც დაჭირდა ერთს 9 თვე როგორც მოგახსენეთ, მეორეს 8 თვე. 2012 წელს რომ კონკრეტულად ამიზნით გახდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები. აი ეს მომენტი რატო ვთქვი იცით? ეს რომ საჯარო ეთერი არ გავაჟღეროთ, შეიძლება ვერც ვერ გაიგოს ვერასდროს. კი ბატონო. მაგრამ ვინაიდან ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ როგორც ყოფილი პარლამენტის წევრი ვადასტურებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ უშუალოდ ვიყავი დაინტერესებული ასეთი ფაქტების გამოვლენით. უშუალოდ მაქვს ეს შეკითხვები დასმული მაია კოპალეიშვილისთვის. როგორ ხდება, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მიდის ადამიანი და ეწერება ჩემ მისამართზე ორი მოწვეული მოწმის საფუძველზე. და მე საერთოდ აზზე არა ვარ, ის შეიძლება აღმოჩნდეს ჩემს ესე იგი ბინაში მიწერილი ვიღაც ადამიანი, რომელსაც მე იყენებ კონკრეტული საარჩევნო ელექტორალური მიზნებისთვის. ეს კითხვები იყო და ამ კითხვებზე პასუხი მას არ ქონდა. რა პასუხი უნდა ქონოდა? მაგრამ ასეთი ქმედებები უფასდებოდა და ვინ თუ არა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცის ვინ რითი სუნთქავდა საერთოდ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონებო, მისასალმებელი კი არ არის მხოლოდ. მოლოდინი არის ამისი, რომ ასეთი ტიპის კომისია უნდა შეიქმნას. მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ზედაპირული ქმედებების სამართლებრივი ბუნების მატარებელი კომისია. აი სწორედ ისეთი ტიპის დეტალებზე გავამახვილე ყურადღება, რომ ესეთი დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება მათი მხრიდან თავის მხრივ იქნება სწორედ ინდიკატორი იმისა, რამდენად პატიოსნად იღებს ვალდებულებას ხელისუფლება აწარმოოს გამოძიება ამ მიმართ. ბატონ დიმიტრი, გადაცემის დასრულებამდე მინდა რომ 10 წუთი რჩება და საერთაშორისო მოვლენებსაც შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ამბები ხდება ხო ჩვენს გარშემო. ტრამპის კონკრეტულად განცხადებებზე მინდა გკითხოთ და ტრამპის განცხადებები გრენლანდიასთან დაკავშირებით, პანამასთან დაკავშირებით, კანადასთან დაკავშირებით რა ხდება ამ ხრივ, რა მოლოდინები გვაქვს და რა უნდა თქვან დღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად წლების განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ იმპერიების ხანა დასრულდა, რომ რუსეთი ეს ბოლო დარჩენილი, რომელსაც თავის მეზობლების ტერიტორიებზე თვალი უდგას, აი ხა იმასაც რომ დაამარცხებენ უკრაინელები და ზელენსკი, მე ამოისუნთქებს სამყარო და ამ დროს მოდის ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ დანიამ უნდა დამითმოს გრენლანდია, პანამა შეიძლება ჯარი შევიყვანო, რომ კანადა სამყაროს ნომერ მეორე ყველაზე დიდი სახელმწიფო არის ჩემი ტერიტორია. რასთან გვაქვს საქმე? საინტერესოა თქვენი შეფასებები. ეს არის ბუნებრივი კონტრფორსი იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. და ამისი მიზეზი არის ჩვენი გაზომბებული, ასე ვთქვათ, მედიის, ანუ არარსებული მედიის ფაქტორი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვიყვებოდეს მაგალითად
იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს ადგილი აქვს ნიკარაგუაში, სადაც იქმნება პანამის არხის ალტერნატივის საფუძვლები და 286 კილომეტრის მანძილზე რუსეთის ფედერაციის უშუალო მონაწილეობით, ასე ვთქვათ, ნიკარაგუის ხელისუფლება დებს გარკვეულ, ვთქვათ, იწყებს გარკვეულ მოლაპარაკებებს ასეთი ალტერნატივის გაჩენასთან დაკავშირებით. გეოპოლიტიკური უზარმაზარი ინსტრუმენტია, რომლის განხორციელება არ ხდება მარტო რა თქმა უნდა ბუნებრივია რუსეთის ინტერესიდან გამომდინარე და მას გააჩნია იმ პოლუსის მხრიდან მხარდაჭერა, რომელშიც რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი მოიაზრებიან როგორც აი პრიმაკოვის დოქტრინის მიხედვით არსებული ძირითადი საპირწონე გლობალური დასავლური, ასე ვთქვათ, პოლარული ცენტრისა. ერთპოლარული ცენტრისა, რომელიც დღესდღეობით მაქსიმალურად ცდილობს რეანიმირება მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების. ანგლოსაქსების მიერ განხორციელებული აი ესეთი შემტევი ამ ეტაპზე ვერბალურად შემტევი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კანადის ქცევას 51 შტატად და გრენლანდიასთან დაკავშირებულ განცხადებებს, რომელსაც საპასუხო რეაქცია მოყვა გრენლანდიის ხელისუფლების მხრიდან ძალიან ნეგატიური, რომელსაც არავითარი რეაქცია ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას სანამ მოსულა ტრამპი არ ქონია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ძალიან სერიოზული მოვლენების წინაშე ვდგებით 20 იანვრის მერე, მაგრამ ერთი რამე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ სოფლიოში არის 4 გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი, მათ შორის არის მოსკოვი. და მოსკოვის გვერდისავლით ტრამპი არ ცდილობს რაიმე მოქმედებები განახორციელოს და თუნდაც ხაზგასმა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის უშუალო მოთხოვნით წინასწარი დღის წესრიგის გაუთვალისწინებლად მოხდება შეთანხმება, მოხდება შეხვედრა, ანუ წინასწარი დღის წესრიგის გაუთვალისწინებლობა ეს იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი რა თქმა უნდა არის უკრაინა, რომელთან დაკავშირებითაც ტრამპს უკვე წინასწარ აქვს დადებული პირობა, რომ მისი მოსვლისთანავე უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდება, სწორად იქნება გამოყენებული ვაშინგტონის მიერ. ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ ცოტა ხანში, თუ როგორი თანამშრომლობა შედგება მრავალპოლარულ თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც 20 იანვრის შემდგომ სწრაფ დაიწყებს სახეცვლილებას და მიიღებს გარკვეულ მოხაზულობას, გარკვეულ ხსნის თუ არა ეს იმ რისკებს, რა რისკებიც ჩვენ მთელი ეს პერიოდი საუბრობდით ხოლმე საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დღემდე მოაღწია უდიდესი წარმატებით ის რომ ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილურობა, შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეხლა ჩვენ რაზეც გადაცემის მთელი მსვლელობის განმავლობაში ვისაუბრეთ, ეს შეეხებოდა შიდა პოლიტიკას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივია, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ფურორი გვაქვს მოხდენილი. მართლა და ამისი შემოქმედი არის სიღრმისეული ქართველი ერი, ბუნებრივია. ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაძლებდა მდგრადობის თვალსაზრისით, რომ არა თანხმობა იმ საზოგადოების დიდ ნაწილთან, რომელიც თავს არ ავლენს. არანაირ ღია აქტივობაში, მაგრამ ეთანხმება იმას, რომ ალტერნატივა არ აქვს სტაბილურობას, ალტერნატივა არ აქვს მშვიდობას, ალტერნატივა არ აქვს ეკონომიკურ განვითარებას, როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა მიმდინარეობდეს განვითარების პროცესები, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, ასე ვთქვათ, აღმავალ დინამიკასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო საუბრობს. მარტო ჩვენ არ ვამბობთ ახლა ამას, ბუნებრივია. და შესაბამისად, ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და 20 იანვრამდე ეს აუცილებლად მოხდება ბუნებრივია რა გადარჩა და 20 იანვრის მერე უნდა ველოდოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოხდება გარკვეული დეკლარირება საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით. ის აღარ იქნება ის, რაც ფორმალურად დეკლარირებული იყო 2009 წლის 9 იანვრიდან, როგორც სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. ეს აღარ იქნება სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, მაგრამ ეს იქნება თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელზეც ჩვენ ბუნებრივია უარს არ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ადრეც მაქვს ნათქვამი მივისწრაფით იმისკენ, რომ საქართველოს გახდეს გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქციის როლის შემსრულებელი და ამ შემთხვევაში ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური თანამშრომლობა დასავლეთთან, ტექნოლოგიური თანამშრომლობა აღმოსავლეთთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი სამეზობლო პოლიტიკა, რომლის ნორმალიზებასაც მოახდენს რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატის 3+3 და 840 კილომეტრიანი ერთობლივი საზღვარი საქართველოს რუსეთს შორის, როგორც ფაქტორი სწორად იქნება შეფასებული 3+3 ფორმატში და ჩვენი რეგიონალური მოთამაშეები, მათ შორის ირანისა და თურქეთის გათვალისწინებით ბუნებრივია
სწორი ბალანსის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას მოგცემენ და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ სამოქალაქო სახალხო დიპლომატია, რასაც მათ შორის მეც ვემსახურები რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, რასაც აუცილებლად უნდა პარალელურად გაჰყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, როგორც ლაიტმოტივი მთლიანი იდეისა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ორგანული ინტერესი და განსაკუთრებული ინტერესი, ძალიან მალე ვიხილავთ სახალხო დიპლომატიის ფონზე. სახალხო დიპლომატიის არ მინდა ახლა ზედმეტად შორს წავიდე და დეტალები გავამხილო, მაგრამ გეტყვით რომ თებერვალში უკვე სახალხო დიპლომატიის დონეზე ჩვენ ვიწყებთ გარკვეულ კონტაქტებს ჩვენ აფხაზ კოლეგებთან და მე მექნება ასეთი ბედნიერება და შესაძლებლობა რომ ასეთი ურთიერთობის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მოკავშირე ვიყო ჩემი ქვეყნიდან. და ჩემს მხრიდან შემიძლია მოგცეთ სრული პირობა, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებით მედია მოკავშირე ამ საკითხში და იმედი მაქვს არაერთხელ გვექნება ამ საკითხებზე საუბარი. ყოველთვის მაქვს თქვენს მიმართ ნდობა და პატივისცემა, რომელსაც აუცილებლად გამოხატავ პრაქტიკული ურთიერთობების. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი, მადლობას გადაგიხდით. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი საუბარი და გემშვიდობებით ხვალამდე კარგად ვზარდებოდეთ. მშვიდობით.